რამ ხელა ნახტომი. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR-ს. დღეს არის 18 თებერვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი მანქანა გახდა 3 წლის, ჩემს ხელში რაც არის. ხო და როგორც წინა ვიდეოებში გეუბნებოდით, როდესაც მანქანა გახდებოდა 3 წლის, აუცილებლად გადავიღებდი ამ მანქანაზე თვითონ Jeep Renegade-ზე დეტალურ ვიდეოს. მთლიანად მანქანის შესახებ ყველაფერი რაც კი ვიცი, რა მომეწონა, რა არ მომეწონა, პირადად მე რა გამოვცადე და რას გირჩევდით მომავალ მფლობელებს. ამიტომ მეგობრებო, ვისაც მანქანები იყვართ და კონკრეტულად Jeep Renegade გაინტერესებთ, ამ ვიდეოს ჩაუჭერით. თავიდანვე აუცილებლად ვიტყვი, რომ ზოგადად მანქანას ცხოვრებაში პირველად ვიღებ. ეგ უკვე სარიშვილის საქმე არის, ამიტომ მე ჩემ მანქანას ჩემთვის გადავიღებ ჯიგრულად და რავი, თუ მოგეწონებათ ჩაუჭერით. 3 წელი მცირე დრო ნამდვილად არ არის. ამ დროის განმავლობაში უამრავი რამ გამოვცადე ამ მანქანაზე. მით უმეტეს იცით, როგორ ადგილებში დავდივარ. დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ საქართველოში Renegade-ების მფლობელების 98% ალბათ ამ მანქანას ეგრე არ იყენებს და ძირითადად ქალაქში ან ზოგადად ქალაქგარეთ მოძრაობენ. მე პირადად ერთი კაცი ვიცი, დავით მოვიკითხავ აქედან, ვინც შემსავით დადის ეგეთ საშინელ გზებზე. ამიტომ ამ მანქანაზე მსგავს საკითხებში დიდად ქართველებს გამოცდილება არ აქვთ რა და გონიათ, რომ მარტო ქალაქის ჯიპია და რაღაც ამბები. მაგებზე კიდევ ცოტა მერე ვისაუბრებთ. ეხლა ზოგადად გეტყვით ჩემს მანქანაზე. ეს ვიყიდე 3 წლის წინ, როდესაც შევიძინე მაშინ საქართველოში სულ რამდენიმე Renegade იყო, პირადად მე ერთი მყავდა ნანახი მეზობლის და როდეს აქ ვიყიდე ადგილზე საქართველოში და არჩევანი გავაკეთე სადღაც 4 ან 5 მანქანაში. იქიდან ყველაზე მეტად ეს მომეწონა, წავედი და ვიყიდე. სხვათა შორის Renegade-ზე არჩევანი გავაკეთე ჩემი მეგობრის რჩევით. მე ზოგადად ღმა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს Jeep-ი. თვითონ გულისხმობ ბრენდს. Jeep-ი მიყვარს საოცრად და შემდეგ უკვე ვაყენებ Toyota-ს და მეგობრის რჩევით კონკრეტულად ეს მოდელი ავირჩიე, მე კარგად ჩავეძიე. სარიშვილის ვიდეოს ვუყურე, რამაც უფრო დამარწმუნა და საბოლოოდ ერთ დღეში ეგრევე გადავწყვიტე და ვიყიდე. რასაც საერთოდ არ ვნანობ, იმიტომ რომ საოცრება გამოდგა. ეს მანქანაზე რომ გითხრათ, მოკლედ ეს არის 2 და 4 ატმოსფერული ძრავით. Renegade-ებს აქვთ 9 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. რა თქმა უნდა არის 4-4-ზე, Renegade-ებს წინა წამყვანები წყავთ, რასაც არავის ურჩევდი, იმიტომ რომ ჩემი აზრი ასეთია, რომ თუ ჯიპის ყოლა გინდა, უნდა იყიდო 4-4-ზე. სულ 4-4-ზე აქ არ ეთიშება. თიშავს ავტომატურად 60-ის შემდეგ. სანამ თავის ფუნქციებზე და ხიდებზე და ამბებზე გადავალ, კიდევ გეტყვით, რომ Renegade-ებს აქვთ ტურბოძრავებიც, 1 და 3 ტურბო, 1 და 6 და ასე შემდეგ. პირადად მე თუ მკითხავთ, მაგასაც არავის ურჩევ, არ ეწყინოთ Renegade-ის პატრონებს, ვისაც ტურბოძრავი ყავთ. ვურჩევ იმას, ვისაც ქალაქში და აი მაქსიმუმ ქალაქგარეთ და სოფელში უწევს გადაადგილება. მანდ მაგრად გამოგადგებათ, მაგრამ Renegade-ის ტურბოძრავებს, აი პატარა ძრავებს, რაც წეგან ჩამოგითვალეთ, უფრო ნაკლები რესურსი აქვს და ძიმე უგზოობაზე, აი სადაც მართლა უნდა გაიმეტო მანქანა და მეტი ძალა სჭირდება, იქ ეგ არ გამოუადგებათ ნამდვილად. თორე ისე სოფელში, ქალაქგარეთ და რაღაც ამბებში კიდევ უფრო ეკონომიურიც არის. Renegade-ებში გვხვდება რამდენიმე ვერსია, ჩემი ამ შემთხვევაში არის Latitude, როდესაც ვყიდულობდი Trailhawk-ი მაშინ აქ არისო. Trailhawk არის ყველაზე ძლიერი ვერსია Renegade-ში, ამაზე ოდნავ უფრო მაღალია. ხიდებში დამატებული აქვს ქვის რეჟიმი, ასევე აქ უკანა მხარეს ერთი საბუქსირე, წინა მხარეს 2 ლამაზი წითელი საბუქსირე, მაგრამ თუ მაინც და მაინც სიმაღლე გინდათ, ოდნავ დალიფტავ და ეგ არის, რომ Trailhawk-ს ამოეწიო, ანუ ზედმეტად დიდ განსხვავებას ვერ ხედავ რა, მაინც და მაინც იმას რო ეძიებოდე. მე რა თქმა უნდა Trailhawk მირჩევნია ამ ვერსიას და ნებისმიერ სხვა ვერსიას, მაგრამ აი საოცარი განსხვავება არ არის, რომ აი რაღაცის გამო უარი თქო სხვაზე. ახლა გეტყვით, რო ვიყიდე, რა შევცვალე იმის მე. რო ვიყიდე, ჩემი მანქანა საერთოდ იყო სრულიად თეთრი. დავაკარი ფირი. ასევე ეს ლოგო იყო ვერცხლისფერი ფერი მეზიზღება, აი ვერ ვიტან. ჩემთვის ფავორიტი მანქანა, აი სიტყვაზე ვყიდულობ რაღაც საოცრება მანქანას და ვერცხლისფერი შემხდა, მაგის გამო დავიწუნე. ანუ ეს იყო ვერცხლისფერი შევცვალე შავი, აი ეს გრილის რგოლები. ვერცხლისფერები იყო და ეგეც შავი. ეს საერთოდ გაუქმებული მოგდა აქ ეს თავისი ხუთი. მოკლედ, საბურავები იყო 18-იან დისკებზე, ჩვეულებრივი საბურავები რაც ამერიკიდან ჩამოყვა და 18-იან დისკები ესე ცუდ გზებზე სასიარულოდ არის სისულელე, ასეთ მანქანაზე რაღაც დიდი თუ ყავ ხო. ხო და გადავიყვანეთ 16-იან
KMC-ის დისკებზე, ეს ხოთაშორის ძალიან მაგარი ბრენდი არის დისკების. აყენია Bridgestone-ის AT საბურავები, რაც ხოთაშორის ძალიან მაგრად გამომადგა, იმიტომ რომ ბევრს დავდივა როგორც ბუნებაში, ცუდ გზებზე და რაღაცა. ისე ხა ტრასაზეც მიწევს სიარული შორ გზებზე და რავი, მაგრად გამომადგა საკმაოდ. ეს დავამატე ჯიპის ლოგო. დავამატე ასევე ესენი, უკანა მინების მეტალის დამცავები არის. შემოუღროთ კიდე შეიძლება რაღაც ამოვწეც, ესეც ვერცხლისფერი იყო და შავად გადავაკეთე. ეს დავამატე. ასევე ქვემოთ სანისლეფარები დავაყენე ლედები და დავამატე ეს რაც თავარი მშვენება, რომელიც მაგრად გამომადგა რკინის საბარკულის დუგი. მაგარი გამოდგა საკმაოდ და ვინმეს თუ გენდოვებათ დაწერეთ და გეტყვით სადაც ვიყიდე. თავიდან მირჩევნია ამ თემაზე ვისაუბრო. ანუ ამ 3 წლის მანძილზე, ეხა 3 წელი ისეთი დრო არის მანქანას ადამიანი ბოლომდე შეისწავლის. მით უმეტეს ჩემნაირი, რომელიც სულ ცუდ გზებზე დადის და ცუდ გზაზე რო დადიხარ, მეტ რაღაცას გააფუჭებ კიდეც. აი 3 წლის მანძილზე შარშან იყო შემოდგომას პირველად შევცვალე სავალი ნაწილები. მანამდე არ დასჭირდა. საკმაოდ გამძლე მანქანა არის, არავის ეგონოს რომ გამძლე არ არის და მალფუჭებადია და მთელი ამბები. თავარია კარგად მიხედო. აი თავის დროზე, როდესაც ვიყიდე, ძრავის და გადაცემათა კოლოფის ბალიშები დავაყენე ორიგინალი, ეგ მთავარი არის. სავანაწილებს რაც შეხება, როგორც გითხარით, 2024-ის შემოდგომას შევცვალე, ანუ თითქმის 3 წელი იყო გასული რა, ეხა 3-4 თვე არაფერი არ არის. იმდენად მაგარი და გამძლე გამოდგა. ისე რომ ყოფილიყო რა, სადღაც ცუდ დროს გამიფუჭდეს, ისეთი პრობლემა შეექმნას, რომ ვერ გავუგო, რაღაც მოულოდნელობები და რაღაცები, ამ მანქანას არ ჩვევია ყოველ შემთხვევაში ჩემ ხელში და მით უმეტეს რენეგეიდები ძალიან ბევრი შემოვიდა საქართველოში ძალიან დაბალი გარბენით, ფაქტობრივად ახლები და იმათ პრობლემა საერთოდ არ ექნებათ. მაგრამ როგორც გეუბნებით, მაგარი გამძლე მანქანა გამოდგა, პირადად მე არ ველოდი და საერთოდ ეს ჩემთვის არის მესამე მანქანა და არც ერთი მანქანა არ გამიჩერებია 1 წელიც კი. და ეს არის ერთადერთი, რომელიც გავიჩერე 3 წელი. ახლა შემიძლია აუტკი გავყიდო და სხვა მანქანა ვიყიდო, მაგრამ უბრალოდ ამის სურვილი არ მიჩნდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ კარგი მანქანა არის, ბევრი მოგონება მაკავშირებს ამასთან და რავი, რაც კი მინდა, ყველაფერს აკეთებს. სადაც მინდა დავდივარ, გამძლე არის, შესაბამისად არ ვიმეტებ. ამიტომ როგორც გეუბნებით, დამიჯერეთ, რენეგეიდი გამძლეობით არის ძალიან მაგარი. თავის სახელს არ არწყვენს, ჯიპის სახელს არ არწყვენს რა ნამდვილად. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მანქანაა და რაღაცა. მართლა არსად არ ვინდობ. გემრიელად დავდივარ, როგორც მისწორდება რა, იმაზე არ ვფიქრობ, რომ რაღაც არ გამიფუჭდეს და რაღაც. მანქანა არის ბოლო-ბოლო რაღაც რო გაფუჭდება, წავალ იმისია რომ გავაკეთო, ხო? მაგრამ აი საერთოდ არ უღალატი არსად და მაგარი გამძლე მანქანა გამოდგა. ერთადერთი რაც მინუსი აქვს, ოღონდ ჩემს არ არის ეგ მინუსი, ბევრისთვის იქნება მინუსი წესით. ეგ არის წვა. მე ახლა შეჩვეული ვარ პირადად. თან საერთოდ, როდესაც რაღაც მანქანა მომწონს, წვას ყურადღებას არ ვაქცევ. მადლობა ღმერთს, რომ მაგის საშუალება მაქვს, რომ რასაც დაწვავს ჩავასხა, კარგად მივხედო, მაგრამ ბევრი მაგის გამო იწუნებს ხოლმე. რისაც გინდა კითხეთ, შეიძლება ჯგუფში ვიღაცამ ნაკლები თქოს, მაგრამ რანაირად ამბობენ ნაკლებს არ ვიცი. ქალაქში სიარულით, მით უმეტეს ჩვენს ქალაქში საშინელი საცობები არის, უაზრო მოძრაობა არის, უაზროდ ბევრი შუქნიშნები. საშინელი მოძრაობა მოკლედ თბილისში რო გავდივარ, ღიზიანდები ეგრევე და ქალაქში საცობში თუ ვივლი, ან უბრალოდ ჩქარა სიარული თუ გიყვარს, მე პირადად ეგრე მიყვარს. 2 და 4 ძრავებზე მაქვს საუბარი. კვადრო ვერსიებზე წვავს 16-დან 18 ლიტრამდე რა. მე პირადად 18-ს ავწდენილ ვარ კიდეც, თუ არ ვწდები 19-იც ავსულ ვარ. ანუ ბევრს წავს რა, სიმართლე, ბევრს წავს ეს მოდელები. ეგ არის ქალაქში სიარულის საცობით, ან შეიძლება სარცობი საერთოდ არ იყოს და უბრალოდ ჩქარა სიარული გიყვარდეს, დამიჯერეთ ეგრე დაწოვს და აი ტრასაზე 150-140-ზე წავს ხოლმე სადღაც 11 litrს და წესების დაცვის ფარგლებში დაგიწვავთ 8-9 litrს. მეც არა. როგორც თქვი, მოკლედ გამძლეობა არის საოცარი. აი რამდენი შემთხვევა მქონია, რომ მაგრადუნ მიწვალებია რა, ამაზე ჯგუფში ბევრი წერს ხოლმე, რომ სუსტი ხიდები აქვს და რაღაც სისულელები. ხიდებში ეხლა ვაპირებ ზეთის შეცვლას, არასდროს არ შემიცვლია ცხოვრებაში და წარმოიდგინეთ ეხლა მაგის და მიუხედავად.
რაც მე ცუდ გზებზე მივლია, რაც მე ეს მანქანა მიწვალებია, ასე რომ ვთქვათ და არაზოს პრობლემა არ ქონია ხიდებს და ანუ ისეთი ადამიანებს არ დაუჯეროთ ხოლმე, რეალურად რო არა გამოსტილი კაი ხანი რო არ ყოლიათ, ან შეიძლება სადღაცა რაღაც ბანს მანქანას იყიდიან მოუვლელს, დედა რო აქვს ნატირები ისეთ და გაუფუჭდება და ამბობენ მე მანქანა ცუდია, როგორც BMW-ებზე რო იციან ხოლმე. თქმა ზუსტად ეგ თემა იქნება რა. მანქანა არის. ვინც მიხედავს და როგორც მიხედავს, ისე გამოიყენებს, მაგრამ როგორც გეუბნებით, გამძლე აქვს აბსოლუტურად ყველაფერი. ერთი რენეგეიდების წუნი რაც არის 2018 წლამდე რენეგეიდებში, ეს არის გადაცემათა კოლოფის ძალიან მცირე წარტყმები. თუ გადაცემათა კოლოფზე არ გიყენია ორიგინალი ბალიში და პროგრამული განახლება გაკეთებული არ გაქვს, ეგ წარტყმები უფრო ძლიერია და მაგ ყველაფერს თუ გააკეთებ, იმდენად მცირედი წარტყმები აქვს, ეგ არის ქარხნული წუნი და მაგის მე რეკოლი გამოუშვა თვითონ ჯიპმა ოფიციალურად და შეგიძლია განაახლო და უმცირესი ხდება მე. მე პირადად საერთოდ არ მაწუხებს, იმიტომ რომ უიშვიათესად იცის და პრობლემასაც არ წარმოადგენს და 2018 წლიდან ზემოთ რენეგეიდებზე ეგ პრობლემა საბოლოოდ გამოსწორებული. სანამ ამ ვიდეოს გადაღებას დავაპირებდი, ვფიქრობდი რომ ვიდეოს განმავლობაში მექნებოდა ტესტ დრაივი თქვენთვის, რა, ცუდ გზებზე ვივიდა რაღაცა. უბრალოდ ვიდეოს გადაღება ძალიან გაიწელა და საბოლოოდ მოვედი ზუსტად ამ დღემდე. ამიტომ მოსწრებაზე ვიყავი და მაგის გადაღება უკვე საჭიროდ აღარ ჩავთვალე, ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი, თანაც მარტო, იმიტომ რომ მარტო მომიწია და რა ვქნა. მაგრამ პირადად გეტყვით თეორიულად და მე ჩემ სხვა ვიდეოებში შეგიძლიათ გადახედოთ ძველებსაც და ახლებში უფრო ხშირად იქნება. მაგარი გამავლობა აქვს ძალიან. აი, გინდა აიჯერეთ, გინდა რა და გინდა ფიქრეთო საკუთარ მანქანას აქებსო. აი, სიმაღლე სადამდეც ყოფნის თუ ზედ არ დაჯექი რაღაცაზე, მაგალითად თოვლში გავიჭედე, ზედ ვიჯექი და 4 ბორბორი ჰაერში იყო. ეგრე თუ არ მოგივიდა რაღაც საოცარი გამავლობა აქვს. დიაგონალებზე არის მაგარი, მგელია, რასაც ქვია, მაგრად არის. იმდენად ცუდ გზებზე მივლია, რომ ადრე მახსოვს შარშან ზამთარში მე როგორც გითხარით ატესაბურავები მიყენია და ატესაბურავები თოვლში იმდენად მაგარი არ არის. ხო და თოვლი იყო და ზის უკვე ტალახია ეს ჩამბალი და ჩავარდი ხევში ამ მანქანით. ხო და მე ამოვიდა მათ მოკითხვა აქედან ძალიან კარგი ადამიანები, ჯიგარი ბიჭები. ამოვიდნენ ფორანერებით, Toyota Forerunner, თუ არ ვცდები მეორე თაობები იყო, ეგ ხო საერთოდ საოცარი მანქანა არის. ერთი იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში, აი სტოკს რასაც ვეძახით და მეორე იყო უკვე დალიფტული დიდი საბურავებით და მთელი ამბებით რა, ის უკვე საოფროუდეთ მომზადებული. ისინი დამეხმარნენ და თვითონ გაუკვირდეთ, რომ აქ რა გინდაო, როგორ მოხვედიო რა, იმდენად ცუდი გზა იყო, წარმოიდგინეთ. Forerunner-საც რო უჭირდა და წარმოიდგინეთ რენეგეიდმა გაკაჩა, ანუ აი ძალიან ბევრი ისეთ ადგილზე ყოფილი ვარ და გამივლია რომ მე თვითონ გამკვირვებია მე. თავარია სიმაღლე გიყოს, თუ სიმაღლე არ გაკმაყოფილებს, შეგიძლია დალიფტო. მე ვფიქრობ რა, შეიძლება დავლიფტო. ეხა ეს საბურეები არის 215, 70-ზე 16-იანი დისკებით და ამ მანქანაზე თუ არ ვწდები მაქსიმალური ზომა რაც შეიძლება დააყენოს სტოკზე, ეს არის 225, 70-ზე ეგეც 16-იანი დისკები მაქვს გათვლილი. იმიტომ რომ მაგაზე ერთი ზომით დიდი საბურავი მოხვევისას ედება, ამიტომ მიყენია ესე. თუ დალიფტავ, ოდნავ დიდი საბურავით დაეტევა, სპეისერებს თუ დაამატებ, თლად უკეთესი და ასე შემდეგ. რენეგეიდებს აქვთ გასაღებით დაქოქვაც, თუ არ ვწდები სპორტოსიებს არ აქვს, იმიტომ რაღაცას კითხულ უნდა ჯგუფში და იქიდან მახსოვს, მაგრამ გასაღებს არასდროს არ ვიყენებ, თუ ზემოდან არ დავქოქი რა თქმა უნდა. ჩაკეტვა აქ, გაღება აქ. იგივენაირად შემიძლია თქვა საბარგულზეც. საბარგული რომ გაჩვენოთ, საოცრად დიდი ზომის საბარგული ახლა რენეგეიდს არ აქვს ნამდვილად. ხა ზაფხულში რომ მიდივართ ხოლმე, მე პირადად ოჯახით ყველაფერს ვატებ. ქვემოთ საკმაოდ დიდი ადგილია, სადაც საბურავი მიდევს, სათადარიგო და კიდე უამრავი რამ, სალაშქრო თემებში, კარვები, ჰამაკები, ნიჩაბი და მთელი ამბები. შიგნით მაქვს, უკან ეს მაქვს მოწყობილი, აქაც სალაშქრო რაღაცეები არის, თალკე ჩემი ქუდები. ანუ საშუალო ზომის საბარგულია, ხა პატარასაც ვეღარ დაუძახებდი. მაგრამ ზემოდან მე დუგები რომ მაქვს დადგმული, ეგ ძალიან დიდი პლუსი არის. სალონშიც მაქვს რაღაცები დამატებული, მაგალითად ეს დავამატე, ცუდ გზებზე სიარულის დროს გადახრა, გადმოხრა გრადუსებს ზომავს. ეს ის არის, რა ქვია, კომპასი, მაგრამ კომპასი ავტომატურად თვითონ ვიაქვს. აქ მინდა ვისაუბრო ხიდებზე. აქ ხიდების დაბლოკვა, თოვლის რეჟიმი, ქვიშის რეჟიმი, ტალახის რეჟიმი.
რომელიც ასე მუშაობს. აუცილებლად მანქანა უნდა იყოს ნეიტრალურ მდგომარეობაში. ხელის მოხრუჭი აქვს ღილაკზე. ანუ ეს ავტორეჟიმი თვითონ წყვეტს როდის რა ჩართოს. შემდეგ არის თოვლი, ქვიშა და ტალახი. და როგორც თავიდან გითხარით, Trailhawk ვერსიას აქვს დამატებული ქვის რეჟიმი. ხიდების ამ რეჟიმების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ოღონდ ზუსტად. მაგალითად, ამ ღილაკს ვიყენებ მაშინ, როდესაც ვარ დიაგონალებზე ან ზედმეტად დიდ აღმართზე, სადაც უსწორმასწორო გზა არის. ტიტრონიკი რადგან არის პირველ სიჩქარეს ვიყენებ ხოლმე მაგ დროს პირველი მეორე სიჩქარე, მაგრამ ამ რეჟიმებს უკვე ტალახი, ქვიშა, თოვლი თვითონვე აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში traction-ს თიშავს, ანუ მოცურებას და ამის მიხედვით რთავს ბლოკირებასაც. მაგალითად, თოვლში მიცდია ისე, რომ მაგარი ტალახი და თოვლი იყო და ვერ გაქაჩა, ესე ავტოზე მეყენა და ვერ ავიდა. ბუქსაობდა რა, ავიდო და ბუქსაობდა, ჩამოვდიოდი. ეგრევე გადავრთე მე თოვლზე მაშინ და ეგრევე ავიდა. ანუ ძალიან დიდ სხვაობას იძლევა ეს რეჟიმები. ბევრი არასწორად იყენებს. მაგალითად ტალახის რეჟიმი რო ქვიშაში ჩართო ან თოვლში არ შეიძლება. მაგით შეიძლება მართლა ხიდები გადატვირთო ან რაღაცა სისულელე გააკეთო და რაღაც მაგრად გააფუჭო. მეორე მხარეს გადმოჯექი Renegade-ში განსაკუთრებით მიყვარს ეს. მე გვერდზე არ მიწევს ხოლმე ჯდომა თუ სიტყვაზე მე და ნინი არ ვარ სადმე და ნინი არ დავსი, მაგრამ ეს მიყვარს ძალიან. ეს ფორმა არ ვიცი თუ მიამსგავსეთ, ეს არის ნიჩაბის ფორმა. პირველად რომ გითხართ, მეორე მსოფლიო შეიქმნა ჯიპი, მაშინ იყო ჯიპ ვილისი. ვერტფრენიდან რო აგდებდნენ და ქვემოთ ჯარისკაცებს შეეძლოთ აეწყოთ. იმდენად მარტივი რაღაც იყო და მაგას მოყვებოდა ნიჩაბი. ახლა ომიზოს ნიჩაბი მესანგრეებს ძალიან სჭირდებოდა, შეიძლება საერთოდ ბევრ რაღაცაში გამოკადგეს. ზუსტად მაგის გამო დაამატა ჯიპმა ეს. რაც უგზოობაზე დამიჯერეთ ძალიან მაგარი არის. უგზოობაზე და ჩქარასიარულის დროსაც ამას ჩაავლებ. Renegade-ში ერთ-ერთი რამ არის, რაც მაგრად მიყვარს. შეიძლება ვიღაცას ესეთ რაღაცეებზე არ ქონდეს დიდი რეაქცია, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. კომპასებს არ აქვთ, არც ჩეროკებს. ერთადერთია Renegade და Wrangler-ს აქვს ესეთი სხვანაირი ფორმის. ამაში ჩასვეს თვითონ ნიჩბის ფორმის რაღაც. ეს. საწვავს რაც შეეხება რომელიმე საწვავის კომპანიის რეკლამა რო არ გამომიგდებს, არ დავასახელებ, მაგრამ ისე პრემიუმს ვასხავ. რო იტყვიან ხოლმე ამერიკულ მანქანებზე რეგულარი ჩაასხი, მაგაც ნაგავი საწვავი უნდაო და რაღაც სისულელები არ დაუჯეროთ. პრემიუმზე ყავდეთ ყოველთვის Renegade, იმიტომ რომ ლამბდას სენსორს, ამ ჰაერის სენსორს გააფუჭებთ თუ ცუდ საწვავზე გეყოლებათ და ყოველთვის ჩაასხით ხარისხიანი საწვავი. ახლა კიდევ რა უნდა გითხრათ? მაგალითად ხმაურის თვალსაზრისით, ხმაურიანი მანქანა ნამდვილად არის გარედან ხმები, მაგრად შემოდის. მაგაზე არ ვიტყვი რომ ისეთი მანქანაა თქო და ჰაერი ხმები არ შემოდის დიდად თქო და ამბები. ყველა ნაწილი მწყობშია, მაგრამ ხმებს დააკვირდით. მაგრად შემოაქვს ხმა მაინც. ხელა ნახტომი. კიდევ გავიკატაოთ რაღაცები რომ გითხრათ. აჩქარებით ხა საოცრად ჩქარი მანქანა ნამდვილად არ არის, თან 900 ჩქარიანი გადაცემათა კოლოფირო აქვს, მაგრამ ხა ნელსაც ვერ დავარქმევდი. თქვენსაც გაგისწორებთ რა მოკლედ. ეგრე რო ვთქვათ მარტივად. ყველაზე მეტად რა უნდა შეამოწმოთ სანამ იყიდით. გადაცემათა კოლოფის და ძრავის ბალიშები შეამოწმეთ აუცილებელ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გაფუჭებული აქვთ ხოლმე რო კიდიან მე იწყებს ძაგ-ძაგს, გარტყმებს იწყებს, გაჩერებულ მდგომარეობაში რო ხარ, შუქნიშანზე რო დგახართ, ესში ხო არის და ესე რო დგახარ, ეხლა საერთოდ ვერაფერს გრძნობს საჭეზე. ისე იწყებს ვიბრაციას, ისეთ მაგარს ფეხშით და საჭეზეც რო შეგაწუხებს, გაგაგიშებს რა. ეგენი შეამოწმეთ. კიდევ რა უნდა მეთქვა? თუ იყიდით ბანემ უფრო 2018 წელს ზემოთ იყიდეთ, უფრო უკეთესი არის, ბევრი რაღაც უფრო დახვეწილი არის. სხვა ნაწილები რო გითხრათ რაღაცა უფუჭდება მალე თქო და შეამოწმეთ თქო და მთელი ამბები, ეგრე არ არის. თავარია იყიდოთ კარგი მანქანა, კარგად მიხედოთ, ზეთი გამოიყენეთ 0.20 ქარხნად რა ზეთებიცა ის დაშვება,
არასდროს არ დაუკლია ჩემსას. ჯგუფში ბევრი წერს ხოლმე ზეციკლებსო. იმიტომ იკრებს ზეთს, რომ ვიღაცებს უჯერებენ 0 და 20, რაც ქარხნად დაშვებული არის. იმას არ ასხამენ მანქანაში და ასხამენ სხვა სისქის ზეთს. შესაბამისად, მე მანქანა ურევს, იწყებს ზეთის კლებას და წერენ მე რატო იკლებს ზეთსო. ჩემსას მე თუმეტეს დაბალი გარბენით არ არის და 2015 წლიანია, არასდროს დაუკლია ზეთი. ხმაურიანი მანქანა როა მაგას შეეჩვევით, აი მაგალითად Toyota რომ მყავდა RAV4-ზე ხმაურიანი მგონი არაფერი ყოფილა რა. ახალი RAV4-ებიც კი რაღაცა პერიოდის გასვლის შემდეგ იწყებს ჭრაჭუნს. ეს უფრო გარეხმები არის თვითონ მანქანაზე. ხა ამ მანქანაზე აი არაფრის ჭრაჭუნი მე არ მიგვძნია არასდროს. მეგობრებო, ფიქრობ, რომ რაც მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერზე ვისაუბრე. ერთი რასაც დავამატებდი, ვიტყვი, რომ Renegade-ზე სერვისი არის ძვირი. არ ვიცი, ეხა არც საოცრად ძვირიანი მანქანა არ არის, მაგალითად, ეს 11-ზე მეტი მიზის ეს მანქანა, მაგრამ კან მდგომარეობაში მყოფი Renegade 9-10,000-ის ფარგლებში მოგივა ჩვეულებრივად. ისე უფრო იაფადაც კი ყიდიან ხოლმე 7, 8, 12, 13, 14-ადაც კი იყიდება Renegade-ები. გააჩნია ხა რომ წლიანია და ასე შემდეგ, მაგრამ ისეთი ფასის მანქანა არ არის, რომ სერვისი მღირდეს ძალიან ძვირი. აი, ამის სერვისი რაც ჯდება, რაღაც რო გაგიფუჭდეს და შეცვალო, რავი, ალბათ რაღაცა 20 და რაღაცა 1000-იან მანქანაზე არ არის ეგრე რა. ზედმეტად ძვირი ღირს ამის ნაწილები. საჭეს ასიამოვნო აქვს Renegade-ს, პირადად მაგრად მომწონს. რავი, მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით. თუ რამე დაგაკლდათ ვიდეოში, დაწერეთ კომენტარებშიც გაგცემთ პასუხს. არ მინდოდა რომ დიდი ვიდეო გამოსული იყო, მინდოდა რომ ყველაფერი მოკლედ და მარტივად ჩამეტია ამ ვიდეოში. 3 წლის შემდეგ ჩემი გამოცდილება რაც იქნებოდა. რავი, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და როგორც გითხარით, თუ რამე დაგაკლდათ, დააკომენტარეთ. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო, თქვენ უყურეთ BBL Wilds, აბა მაგრად.